პროექტ ჩემი ფუნიკულიორის ფარგლებში მთაწმინდის პარკში აქცია გაიმართა მოეწყო თბილისური მონმარტი, სადაც ქართველმა მხატვრებმა მთაწმინდის პეიზაჟი დახატეს. პარალელურად მთაწმინდის პარკში ველომრბოლელთა შეჯიბრიც გაიმართა. ნახოთ, როგორ გაივიან ტრასას ჩვენი მონაწილეები. ცნობილ ვინის დღეს მთაწმინდის პარკში ექსტრემალური შეჯიბრი მიყავდა. ველომრბოლელები ველოსიპედებით ფინიშამდე ამ კიბეების გავლით უნდა მისულიყვნენ. ჩვენ ჩამოვედით რუსთავიდან შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. დაახლოებით 25 წუთი ნახევარი საათი მოვანდომეთ აქამდე ამოსვლას. გზა იყო საკმაოდ რთული, სველი იყო, ქვიანი, მაგრამ გამოცდილებისა და ტექნიკის ხარჯზე მოვახერხე მაინც მესამე ადგილის დაკავება. სახეობას ქვია დაუნთაუნი, ეგრეთ წოდებული სწრაფი დაშვება ესეთ კიბეებზე და ეგეთ ადგილებში. და ეს სტარდება, ვფიქრობთ, რომ მეორეჯერ ჩავატარეთ მთაწმინდის პარკში და გვინდა რომ ყოველ თვე, ასე ვთქვათ, ანუ სუხშირად ვატაროთ. ველორბოლაში შეჯიბრი იმ აქციის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ჩემი ფუნიკულიური ქვია. მთაწმინდის პარკში დღეს კულტურული ღონისძიებებიც მოეწყო. მხატვრები ხატავდნენ, მუსიკოსები უკრავდნენ და მსახიობები დამსვენებლებს ართობდნენ. უპირატად ჩემი ინიციატივა იყო ამ ფორმით შემოსვლა ქართველი არტისტების მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე. ძალიან მიხარი რომ აიტაცა ეს ადმინისტრაციამაც, ოჯახმაც, სტუდენტები, მასწავლებლები ყველანი ერთსენ უკვე გამოვდივართ მესამეჯერ და ვხატავთ აქ ფუნიკულიორის პარკში. ამ ორკესტრში მუსიკოსები ერთი წლის წინ წეროვანი სკოლიდან შეირჩნენ. კონკურსის შემდეგ ორკესტრში ყველაზე ნიჭიერი მოსწავლეები მოხვდნენ. მულიდან დავიწყეთ ბავშვებთან და რაღაც კლასიკი და ამიტომ არ შევაშინეთ ბავშვები და უფრო ქართული რეპერტუარი ლაღიძეა და ესეთი რაც ამათთან უფრო ახლოს იყო და ქართული მუსიკა რაც ამათ უფრო შემოქმედებათ არ გაუჭირდებოდათ ისეთი რეპერტუარზე ჩამოყალიბდათ უფრო. მსგავსი აქციები მთაწმინდის პარკში ყოველკვირა გაიმართება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს პარკი თბილისელებისთვის საუკეთესო დასასვენებელ ადგილად გადაიქცევა.